გამარჯობა ოცნების წევრმა ვიღაცა ლაგვსახა ვახტანგ თურნავა. აი ამას შეხედეთ საათებში თურმე 177,000-ზე მეტი ევრო გადაიხადა. 177,000. ამ ხელა ციფრია ცოტა შეიძლება გაიაზრო რა. უნდა დაფიქრდე რომ გაიაზრო და ეს კაცო კერძო პირი კი არ არის. დილას როდგება მისი ბიზნესით ან მისი ცხოვრებით კი არაა დაკავებული. ქართველ ხალხს აზის თავზე და მართავს ეს. ერთ-ერთი წამყვანი პირია ქართულ ოცნებაში. ვიღაცა რო იყოს აი კერძო პირი, შეიძლება არც დასვა კითხვა არა წესით უნდა დასვა ღატა ქვეყანაში სადაც 800 ბავშვი კაცო შიმშილით ყვდება და 250 ლარი არის საარსებო მინიმუმი, ამ დედა მოტყნულმა ამან 177,000 საათებში როგორ გადაიხადა. ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა დასვას ეს შეკითხვა, თუნდაც არ იყოს ტიპი ხელისუფლების წევრი, მაგრამ ხელისუფლების წევრი რო ხარ. ბუნებრივად ისმის კითხვა, რომ ამ ხელა თანხა საიდან ასეთი საჭიროებებისთვის. ან რაში გჭირდება ამდენი საათი? ან აი უბრალოდ რო ყველაფერს თავი დავანებოთ რა. შედედა მოტყნულო შეხედე? 100 ევრო გადავიხადე 5 წლის წინ და ელემენტ დღეს არ გამომისვლია ამისთვის, კასის ჩვეულებრივი საათია მუშაობს. წვიმაზე და იმაზე დაცვა აქვს მშვენიერი. გაყიდე შენ ეს საათები, მიეცი ბავშვთა სახლებს, 800 ბავშვი რო გიკვდებათ, გაეროს მონაცემებით, ჩიმშილით და მე გამოგიგზავნი შენ ამ საათს, რომ გაიკეთო ხელს, რომ სამსახურში რო არ დაგაგვიანდეს, რომ ქართველმა ერმა ტრაგიზმი არ განიცადოს შენი სამსახურში არ მისვლით. მეტი რა გითხრა? როგორ გაგაგებიო, რა ვიცი. კი ვიცი შენ რისი ღირსიც ახარ, მაგრამ ასეთ სიღორეებს რა რო უყურებ რა მახსენდება, იცი? 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ან ტრამპის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უშიშროების საკითხებში მრჩეველი ჯონ ბოლტონი რო ჩამოვიდა და ღარიბაშვილს რო შეხვდა და $20 საათი რო ეკეთა ხელზე. აი ამითი არის ყველაფერი ნათქვამი რა, ასეთი გიგანტი სახელმწიფოს, ასეთი ზე განსაკუთრებული ბიუროს ხელმძღვანელი რო ჩამოდის აი ესეთი ჟესტით და ამ დროს ყველაზე ღარიბი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხდება და მილიონები საათი უკეთია ხელზე და ეს ვიღაცა წევრი 177,000 საათს ყიდულ ბიჭო. სირცხვილი არის ამის დედავატირე რა. ესაა კასრი, ესაა კორუფციის ბუდე, ესაა უბედურება და ამ ქვეყნის მოქალაქეები რო დუმან. დუმან არა, ჩვენ დუმილი გვიყვარს. ჩვენ მონობა გვიყვარს, ჩვენ დუმილი გვიყვარს. და უბრალოდ მახსენდება ესეთი რაღაცეები და სახელმწიფოებრივ საკითხებზე როცა მიდგება ამბავი, აი ეს უნდა გავიხსენოთ, ამაზე უნდა ვიფიქროთ, ქართველებო, ესაა ინდიკატორი ყველაზე დიდი და რა ვიცი რა, თუ ამას არ შევხედავთ, მაშინ ჩვენ უბედურებას მაინც შევხედოთ რა, ყოველ დილას რომ ბევრს უჭირს და პურის ფული არა აქვს, ის მაინც დავინახოთ რა. მეც მე შენ არაფერს არ გეტყვი რა. კაცმა რომ მოგიტევოთ, ღმერთი არ მოგიტევებთ ამ ხელა ღალატს. ადამიანების წინაშე. რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას? თქვენ ისეთ რაღაცას აკეთებთ, ბიჭო, რომში, ანტიკურ რომში მონებს რო არ უკეთებდნენ რომაელები. მონას, რომელსაც არაფრის უფლება არ ჰქონდა, იმის მიმართ უფრო დიდი ჰუმანიზმი ჰქონდათ. მის პატრონებს ვიდრე თქვენ, ეგრეთ წოდებულად არჩეულ ქართველებს უკეთებთ თქვენ, ახლა.